ჩვენ დაბრუნდით და ევროვიზიის თემიდან გადავიდეთ ჩვენ გმირზე, ნიკა კოჩაროვზე, რომელიც ახლა ჩვენ სტუდიაში იმყოფება. ნიკა, გამარჯობა. გამარჯობა. გილოცავ პირველ რიგში. მე არავინ არ დავხსარე და მშობლები არ დავხდნენ. მარშრუტკით წამოვედი. პირველი არხის მარშრუტკით. რაღაც გიტარა დაგჭა და ხო, რაღაცა. არა, რუსთავიორის ისა ოპერატორი დახვდა. როგორ ახარ? ძალიან მეზინება. დარწმუნებულია ძალიან დაღლილი იქნები, ისე როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურადაც, ასე რომ დიდი მადლობა ორ მაგათ რომ ხარ ჩვენი სტუმარი დღეს. დავიწყოთ იმით, როგორია შეფასება საკუთარი შესრულების, რამდენად კმაყოფილი ხარ, თქვათ იმის ყველაფრის, რაც გააკეთე ევროვიზიაზე, თქვათ პირველი ეტაპიდან დაწყებული ფინალის ჩათვლით. იცი რა არის, ხა ვიღაცისთვის შეიძლება თავის მართლებას ჟღერდეს, მაგრამ ჩემთვის აი ხა თქვენ უფრო მიცნობთ და იცით რომ რასაც ვიტყვი სიმართლეა მგონი. ინგლისმა რომ მოგცეთ რომ კულა ჩემთვის დამთავრდა რა მან სიმართლე რო გითხრა რა. ისევ როგორც ბევრი გულშემატკივარის. ხო, არ ვიცი, ხო, იმედია ესმის რა, იმიტომ რომ იცი რა არის ხა კი ევროვიზიის გამარჯვება რაღაცას ნიშნავს, მაგრამ აი ჩემთვის რა ძილის წინ მარტო რო რჩები ჩემ თავთან. უფრო მნიშვნელოვანია ინგლისის შეფასება, ვიდრე აი ინგლისს რომ მოეცა თქვა, სამი კულა და საბოლოო ჯამში რომ გამემარჯვა რა, მაინც შენ კონდა მცდელობა ინგლისშიც კონდა კარიერა, ყოველდღე კონდა კონცერტები, რაღაცა მცდელობები ხო რა წარმატებისთვის მიგეცი, ამიტომ ეს აღიარება შეიძლება რაღაც მომავალშიც ნიშნავდეს რაღაცას. ნათია მეუნებოდა უზნაზის ჩემს გვერდზე იჯდა, მეუნებოდა რომ აი ინგლისმა 5 კულა რომ მოგცეს, აი სასწაული იქნება რა. იმიტომ რომ საქართველოსთვის საერთოდ არც ერთი კულა არ მიუწია თურმე ამ 10 წლის მანძილზე. მართლა? ხო და იქ ხო ჩამოწერილი იყო და მეთქი ასახარ არც ერთი კულა არ მოგცეს თქო რა. და даже ბოლოს კამერა რო იყო ჩვენზე მიშვერილი არ მჯეროდა რომ წითელი რო იყო ანთებული არ მჯეროდა რომ 12 თან უნდა ითქვას რომ ეს იყო ჟიურის შეფასება და არა მოქალაქეების და მოსახლეობის შეფასება კომპეტენტური ადამიანები ვთქვათ როგორ ჩანს კარგი მუსიკის გერმანია და რა ლიტვა აღარ მახსოვს უკვე ინგლისურიდან გადაფარო რაღაც ქვეყნებში 10 კულა ავიღეთ ისეთ კარგ ქვეყნებში კი მაგარი შეფასებები იმდროს საუბრობდით რატო დაუწერა ბრიტანეთმა 12 კულა და ესეთი აზრი გამოითქვა რომ ფაქტობრივად თუ მათი ხალხური მუსიკა დაუკრა ხო რა წარმოვიდგინე რომ ავსტრალია რო ჩამოსულიყო და სულიყო რო დაეკლა თან მაგრამ ის ინგლისელი ძალიან ცინიკოსი ხალხია რა ცუდად რო დაუკრა მათ მუსიკა პირიქით უფრო გაღიზიანდებიან რა მე ეგრე მგონია ეგრე ვიცნობ შენ იცნობ ხო და გაქვს გამოცდილება საკმაოდ ხალხი ამ ხო ის ძალიან კრიტიკული მსმენელი კი არ გაგიტარებ ისე როგორც ქართული ორ მაგაც ასიამოვნო ნიკა, სანამ სხვა შეფასებებზე გადავიდოდეთ, აი გამოცდილების კუთხით რომ მოგვიყვა, როგორი იყო სამუშაო რეჟიმი, რამდენად გაგიჭირდა თუნდაც ფონოგრამაზე სიმღერა, ხო ეს როკ ბენდისთვის უჩვეულო ფორმატი იყო. რა ისწავლეთ, რა გაგიჭირდა? იცი რა, ჩემთვის ფონოგრამა იმდენად არ იყო, იმიტომ რომ ეს ისედაც ისეთი სიმღერაა, რომ მან მე თითქმის არაფერს არ უკრავ. კი, ეს გასაგებია ბენდისთვის ხო ბენდისთვის არ ვიცი, მაინც ის იყო რა ქვია, რა მაინც განიცდიდნენ, ხო სასაცილოა, მაგრამ ხო რაღაც დღეს კარგი იყო და რაღაცას ამბობდნენ, რომ სერიოზულად ვეკიდებოდით ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გამოცდილება იყო სასწაული. ეხლა მე ნამდვილად არ მოველოდი ეგეთ რაღაცას. ხა იცით რაღაცა როკერულ მუსიკოსის ევროვიზია ცოტა წამოსაკრავია ხო. იმ ხელა მანქანა მუშაობს და იმ ხელ რაღაცა ხო, აი დილიდან ღამემდე იქ ვიყავით, მაგრამ არ ვიღლებოდი საერთოდ რა. იმდენად საინტერესო იყო და იმდენად პროფესიონალურად იყო გაკეთებული. აი წამებზე იყო ყველაფერი აწყობილი, ტიპი შემოდია და 2 წუთში გავდივართ, ზუსტად 2 წუთში გავდივართ, ანუ 2 წუთი, 11 წუთი და რაღაცა ციფრებს გვეუბნებოდნენ ისეც, რა ჩვენთან ყველაფერი პლუს-მინუს 10 წუთია და ნუ ან საათნახევარი კონცერტების შემთხვევაში ხო? წუთებში გათვლით. შენ არაერთხელ გითქვამს, რომ ზოგადად შენთვის თქვა ეს მუსიკალური კონკურსების არსი არის გაუგებარი, შენს ინტერვიუებში არაერთხელ წაგეკითხავს, მაგრამ მი ყოფნის დროს აი რაღაცა აი სპაიქრობის ჟინი არ გაგიჩნდა, თქვა იმ გარემოში რომ მოხდი, სადაც აი უშუალოდ ამდენი ქვეყანაა თამოყრილი. იცი რა, ეხა იქ რო ზიხარენ გრინ რუმი ქვია, სადაც ვიჯექით სადაც რო ვიღებდნენ რა. ხალხი რო ნერვიულობდა და გიждდებოდა. ეხა იმათ რო უყურებდით, იმათ ყველა გარეკილი ქონდა, უბრალოდ აი დედას ყიდიდნენ ეგრევე ერთ წუთში რა. ჩვენ შედარებით მოშობილი ვიყავით, მაგრამ ნუ ხა ადამიანი ხარ, მაინც ამაში ხარ 2 კვირა იქ ვიყავით ამაში ჩართულები და მაინც გინდა რომ რაღაცნაირად კარგად გამოკვდე. ეხა ვიღაცამ დაინახოს ის კარგი და ის მნიშვნელოვანი. მეც ეჭვმა კი არა, მე მგონია რომ ნახე ფინალშიც ჟურის დამსახურებით გადავედით რა. არ მგონია ჩვენ ხალხმა მოგცა. იმიტომ რომ თუნდაც იმიტომ რომ საქართველოს პატარა ქვეყანაა და ცოტა ქართველია, ვინც მოგცევს ხმასთან.
ხო და მაინც ნერვიულობდი და 14 მაისი იყო დედის დაბადების დღე და შემიძლია რომ საჩუქარი უნდა გავუკეთო ეგეთია ხო და გამოგივიდა ხო და ჩემი და ჩემი შვილი ჩამოვიდნენ დარბაზში იყვნენ იქ რა და ხო და თან მიულოცე დაბადების დღე სამწუხაროდ საქართველოს ტელევიზიაში სამყარო მიწყოს ზემოდან ლაპარაკობდა და ვერ გაიგო ქართულმა მაყურებელს თუმცა ინტერესული კომენტარი ვნახე რომ ერთ-ერთი ყველაზე თბილი გამოსვლა იყო სწორედ ამის გამო რაღაც ერთ sweet მომენტი გვაჩუქესა ნიკა ძალიან ბევრი სკეპტიკოსი ყავდა ხო საქართველოშიც საზღვარგარეთაც რომ აი ამ ტიპის ტრეკს რა უნდა ევროვიზიაზე საერთოდ ესეთ ბენდს რა უნდა ევროვიზია თუ შეიცვალა რაღაც როკ-ენ-როლის სასარგებლოდ შენ რა თქმა უნდა უცხოეთიდან ხა დიდად არ იყო იყვნენ ვიღაცები მაგრამ ზირთად საქართველოსდან იყო და ფინალში რომ გადავედით ეგ ყველაფერი უცებ გაქრა რატომღაც ან გაჩნდა ის ხალხი ან აზრი შეეცვალათ ყოველ შემთხვევაში ჩემთან ნეგატიური არც ერთი არანაირი კომენტარი არ მოსულა აი 100%-დან 100-ვე პოზიტიური იყო ძალიან უცნაური არის რომელ გამოსვლას გამოყოფთი ასე ვთქვა გასაგებია რომ ფორმატი განსხვავებულია ის მუსიკა საერთოდ არ გაინტერესებს თქვა უმეტესობა რაც მოისმინე ადრე იძახდი რომ ფრანგი სებასტიანი დაგენდა ერთ ბანკის ამბავი იყო ხო აი წელს ვის გამოარჩევი ჩემი მაგალითად ჩეული იყო პირადად ბელგიელი გოგო ეხა ეგ უნდა გამარჯვებაში ბელგიელი გოგო იყო სასწაული რაღაც Jackson 5-ის დუქში იყო რა ბევრი კლასიკური ელემენტი იყო დავმეგობდი ერთად საფტანგური არ დაგვილებია მაგრამ პრეს კონფერენციაზე გვერდ-გვერდ ვიჭირდა ჯოლა. ანუ ერთმანეთს გავუგეთ. კი. სხვათა შორის ძალიან ბევრს არა. ნუ აი ჯემალს გოგო მოდიოდა ხოლმე. ჩვენთან ძალიან ხშირად ცდილობდა რომ კონტაქტში შემოსულიყო, მაგრამ ჩვენ როგორც ნამდვილი როკ ბენდი ბოლომდე არ ვიხსნებოდი და მოღრმ დაღრმილი სახელით უყურებდით. მაგრამ ისა, ნუ კიდევ ვინ იყო რა თქმა უნდა სომხეთის წარმოადგენლის უგულოცოდა და გვისურვებდა წარმოადგენს მეზობლებით ხარს გუჭერდა. და რა ხო ვიღაცებს გამოვესაუბრეთ. კონტაქტების დამყარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფორუმი ზოგადად, აი გამოსვლის შემდეგ ყოფილა რამე დაინტერესება, ან ვიღაც პროდიუსერი გამოჩნდა, ან რაღაც ლეიბლი გამოჩნდა, ან ვიღაც ისეთი მოვიდა და გითხრათ რომ კარგი ბიჭები ხართ, მოდი ეს გავაკეთეთ. არის შემოთავაზებული. კი, იქ მოდიოდნენ ვიღაცები და ვიზიტებს სავიზიტო ბარათებს მაძლევდნენ და ეხლა უბრალოდ იმდენი წერილი მაქვს მოსული, რომ ვერ ვასწრებ კითხვას. ეხლა სახში ვიყავი, სანამ აქ მოვიდოდი და ვცდილობდი რომ წამეკითხა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. ვალვაპიებ რომ გავიღვიძებ რომ ეს ყველაფერი. არის ჩქარო მაგის დრო გეკ. ხო. ჯერ ყველაფერი წინ არის ესე ჩანს. ძირითადად ხალხისგან არის, აი განსაკუთრებით გერმანია, ინგლისიდან ხალხი წერს რომ როდის ჩამოხვალთ კონცერტი. ნიკა, არტემ ტროიცკის შეფასებაც ვნახე, მაინტერესებდა და ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე ახლო და გასაგები შეფასება ზოგადად როგორც ევროვიზიის, ისევე როგორც თქვენი გამოსვლა. ხო, იმიტომ საინტერესო, იმიტომ რომ ძალიან სიტყვა ძუნწია და კარგს ძალიან იშვიათად ამბობს ხოლმე. თუმცა 8 წუთში მოახერხა და გაანადგურა ფაქტიურად მთელი ევროვიზია და გამოვყოთ თქვენ როგორც შემსრულებლებს შორის. აი ესეთ შეფასებებში რომელი იყო შენთვის სასიამოვნო, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელმა მოგიტანა ვთქვათ რაღაც ახალი. ნუ რა თქმა უნდა, ტროიცკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ტროიცკი ნუ ბავშვობიდან ვიცი ვინ არის და ვაფასე, ხო და თან გამიხარდა რომ ეთყობა ტროიცკი და მამა ჩემი ადრე მეგობრები იყვნენ და ციგში წყავს მამაშენ როგორც მახსოვს როკსაიუზი. ნიკუშა მომართა, ეთყობა ახსოვს სახში მე და ნიკუშას და მაქიდან ახსოვს. ხო და ეგეთი რაღაცები არის, რავი, ვიღაცები ჰარი პოტერის ავტორის შეფასება თუ ხო, მაგრამ ეგ არ მგონია ჩვენზე დაეცა. ეს იყო ზოგადად ეს ზოგადად საქართველოს ნაციონალურ ჟიურს მოუწონა არჩევანი, ხო ეს? კი. კი, დამოკიდებულება იყო ეს ქვეყნის მხრიდან, რომელიც ეს პოლიტიკური გარემო. ბელგიას როგორ არ ვიცეს? ბელგიას როგორ არ მე ვიცი ერთი ჟური ვინც იყო, მაგრამ შეიძლება მივეცი ჩვენ ბელგიას რა. მე ვილაპარაკოთ კი. ნიკა, ზოგადად ეს პოლიტიკური კონტექსტი ამ რუსულ-უკრაინული თემა თუ იგრძნობოდა თვითონ აი სამზარეულოში, ასე ვთქვა და კულისებს მიღმა. იცი რა არა, ესე არ იგრძნობოდა უბრალოდ არ მინახია ერთმანეთთან ელაპარაკოთ. ყველა ერთმანეთს რაღაცა გასახდელი. თუმცა რუსებს რეაქცია აგერ გადავაწყდი შემთხვევით აი ამ ფოტოს. ნახე აი ეპიკ ფოტოა. ეს საშინელი ადამიანი არის. ეს არის ალბათ აი ეს ულაშებიან. თუმცა უკრაინა გამოცხადა გამარჯვებულად, ეს არის რეაქცია. დღეს ვიპოვე. ერთი სურათი გვაქვს ძალიან მაგარი მედალეონას ხელგადახმაურებულ და უკან კირკოროვი დგას. გამოგივიდა. კარგი, ბოლოს მოდი დასასრულისკენ მივდივართ უკვე ჩვენი დრო ამოიწურა, კიდევ ვისაუბრებთ ამ თემაზე და დარწმუნებული ვარ, ერთ გადაცემაში მიგიწვევენ, ბევრი ლაპარაკი მოგიწევს. უახლოესი გეგმები უნდა კითხო, ჯერ რა თქმა უნდა დასვენებას აპირებთ,
იმ წერილების საკითხს. ხო, დიდად ასე მაგრამ ერთი დღე მეყოფა. და აი რას აპირებთ თუ ახლოს? ერთი მაქვს, არ ვიცი, ხა ბოლომდე ვერ ვიტყვი, არც ვიტყვი, რაღაცა პროექტი მაქვს. ალბომი უნდა ჩავწერო ერთი სიტყვით, მაგრამ ეს ალბომის ჩაწერა ცოტა რაღაც შეიძლება დიდ რაღაცაში გადაიზარდოს TV show-ში რაღაცაში და იმედია გამოვა და რა თქმა უნდა პირველ არხზე იქნება ეს. ძალიან კარგი. წარმატებები ნახოთ დაველოდოთ. წარმატებები შენს ჯგუფის წევრებს, რა თქმა უნდა, იმ გუნდს ვინც თან გახდა და ასე ვთქვათ, მონაწილეობა მიიღო. პარასკევს გვაქვს კონცერტი ლოლიტაში. ამაში და ერთი სიახლე. ყველას დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ წამყვანებსაც. აუცილებლად. და ნიკას, რომელიც ეს მშვენივრად გაუცნო ევროვიზიას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ნიკა კოჩაროვი, ევროვიზიის მონაწილე, ჩემი შეფასებით საკმაოდ წარმატებული გამოსვლით. ახლა კი უცხოვრო კლიპის დღეა.